მოგესალმებით. მე ვარ ნინო ხუნდაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელოვნების ჯგუფის ხელმძღვანელი. ჩვენ ვამზადებთ ტესტს ეროვნული გამოცდისთვის, რომელიც ტარდება სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში. ტესტი სრულად ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და იმ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს, რომელიც არის შექმნილი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. და ვიზუალური მასალა, რომლითაც არის დატვირთული ჩვენი ტესტით, სწორედ იქნება აღებული ამ სახელმძღვანელოებიდან. ტესტი არის 70 ქულიანი და მის შესასრულებლად თქვენ გეძლევათ 3 საათი, რომელიც მერწმუნეთ, რომ სრულიად საკმარისია სრულყოფილად დავალებების შესასრულებლად. დავალებები შედგება დახურული და ღია კითხვებისგან. დახურული კითხვები არის შედგენილი 7 ან 8 დავალებისგან, რომელიც ერთ ვიზუალურ მასალას შეეხება, ანუ ეს არის ერთი არქიტექტურული ნაგებობა, ხატრობის ნიმუში, ანუ ფერწერის ან გრაფიკის ნიმუში და ქანდაკების ნიმუში. ამ ვიზუალურ მასალას თან ერთვის 7 ან 8 კითხვა. ზოგიერთი დავალება ნამდვილად ითვალისწინებს ფაქტობრივი მასალის ცოდნას, მაგრამ ზოგიერთ დავალებას შეიძლება ისე გაართვას აბიტურიენტმა თავი, რომ მას სპეციალური ცოდნა გარკვეული საკითხის ნამდვილად არ სჭირდება, იმიტომ რომ მოცემული არის კითხვა, მოცემული არის ვიზუალური მასალა და ამ ვიზუალურ მასალაზე დაკვირვების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მარტივად ამოიცნოთ ის პასუხი, რომელიც იქნება სწორი. ღია დავალებები არის სხვადასხვაგვარი, არის მარტივი, რომელიც წინადადებაში სწორი ტერმინის ჩასმას მოითხოვს, ასევე არის ჭეშმარიტი თუ მცდარი ფორმულირება ამის დასადგენად მოყვანილი დავალებები და ასევე არის დავალებები, რომელიც ითვალისწინებს ანალიზს. ამდაგვარი არის 3 დავალება და შედარებით ანალიზის შესრულებას, რომელიც ითვალისწინებს, ეს გახლავთ ერთი დავალება, ყველაზე მაღალქულიანი, ეს არის 15 ქულიანი დავალება. დავალებები იმგვარად არის შედგენილი, რომ აუცილებელია ამოიცნოთ დარგი, თუ ჟანრი, თუ ტექნიკა, ან ტექნოლოგია, იმსჯელოთ სხვადასხვა ეპოქაზე, იმ თავისებურებებზე, რომელიც ახასიათებს ხელოვნების ნიმუშს და მის შესაბამისობაზე ეპოქასთან და ასევე შეადაროთ სხვადასხვა დროს, თუ სხვადასხვა ავტორის მიერ შესრულებული ხელოვნების ნიმუშები, ასევე ერთი ავტორის მიერ შესრულებული ნიმუშები ერთმანეთს. თუ ადამიანი მიანიშნებს იმ თავისებურებებზე, რომელსაც ხედავს ხელოვნების ნიმუში, მაგრამ მან არ იცის, რომელი ეპოქის არის ეს ნიმუში, მას შეუძლია მხოლოდ ეს თავისი მიგნებების შესახებ ისაუბროს და სულ ცოტა იმ ქულების ნახევარს დაიმსახურებს 4 ქულიდან 2 ქულა, შესაძლოა 3 ქულაც მიიღოს 4 ქულიდან, ან 15 ქულიან დავალებაში სულ მცირე 7 ქულა მაინც დაიმსახუროს. ყურადღება უნდა მიაქციოთ აუცილებლად კითხვას პირველ რიგში, თუ როგორ არის ეს კითხვები ფორმულირებული, ხშირად არის რომ კითხვაში არის უარყოფის შემცველი ფორმულირება, ანუ რა არ არის სწორი, რომელი არ წარმოადგენს სწორ პასუხს, რომელი არ ახასიათებს და ამგვარად დახურულ კითხვებში, ასარჩევ პასუხებში მოცემული იქნება 3 ისეთი ფორმულირება, რომელიც დამახასიათებელია ამა თუ იმ ხელოვნების ნიმუშისთვის და მხოლოდ ერთი იქნება მისთვის შეუსაბამო. ღია დავალებების შემთხვევაშიც დავალების თვის გასაცემი პასუხების დიდი ნაწილი პირობაში უკვე ჩადებულია, ასე რომ ყურადღებით გაეცანით დავალებებს, წაიკითხეთ პირობა და ის მოთხოვნები, რომელიც ამა თუ იმ დავალების შესასრულებლად იქნება განსაზღვრული.